ამ ერთი პიცის ფასი არის 3 ლარი და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი პიცა საქართველოში. დღეს ასევე ამ ვიდეოში ვნახავთ 19 ლარიან, 30 ლარიან, 75 ლარიან და ბოლოს 165 ლარიან პიცას. რაც შეეხება ამ 3 ლარიან პიცას, შემიძლია იმის თქმა, რომ შეხედულებით მართლა იაფიანია რა. იმას ვიტყვი, რომ მე სკოლის პერიოდი გამივილია ნახდათ და ვიცი რასაც ნიშნავს იაფიანი და სუდი პიცები რა. აი ერთი შეხედვითაც ხვდები და ხედავ კიდეც რომ აქ არის ძალიან იაფიანი კალბასი, იაფიანი ყველი შეიძლება ყველი არც არის უბრალოდ ათქლეფილი მაკარონია მარილთან ერთად. თავარი არ მოვიწამლოთ ახლა. ისეთი პიცაა, რომელსაც ჭამდით ხოლმე სკოლაში. შეფასება რამდენი? 0. მეც ვერ დავუწერ, მაგრამ 3 ლარისათვის მაინც კარგია რა. ანუ წარმოიდგინეთ დღეს 3 ლარად ვერაფერს ვერ იყიდი რა. ახლა კი სანამ გადავალთ ჩვენ ახალ პიცებზე, მინდა გაჩვენოთ ერთი რაღაც. წამოთ, ბიჭო, ნუ გწვენიათ, წამოთ. ეს არის YouTube-ის ჯილდო, რომელიც ჩვენ დავიმსახურეთ. ჩვენაც უკვე ვართ სხვათა შორის 100,000-ზე, ვინც ვერ შეამჩნიეთ. ახლა ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ ერთი რაღაც. ყველას, ვინც ამდენი ხნის მანძილზე ჩემთან ერთად ხართ, გვერდში მედექით, ხარს გვიჭერდით, ყველას უღრმესი მადლობა. რომ არა თქვენ ეს ჯილდო ხელში არ მეჭირებოდი. ერთ რაღაცას ვიტყვი, ამას ვამობდი ყოველთვის და ახლაც გავიმეორებ. ეს მხოლოდ დასაწყისია. ახლა კი მოდით გადავიდეთ ახალ პიცებზე. და ახლა ჩვენ გადავინაცვლეთ სტუდიაში, სადაც მე და დიანა გავსინჯავთ 19 ლარიან პიცას. მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ დიანა, ეს 19 ლარიანი პიცა არ არის ჩვეულებრივი. საქმეოდ განსხვავებულია და მიჯერე ნანახი არ ამგონია გქონდეს. ძალიან საინტერესო რა გველოდება და მოდი ვნახოთ რა პიცებს შემოგთავაზებს პიცერია პაცა. ეს პიცები არის პიცერია პაცასაგან. მე ძალიან მაინტერესებს მართლობით რა თვითონ ეს პაცა. თან ეს რატომ მაინტერესებს საქმე იმაში, რომ ეს არის არა უბრალოდ ჩვეულებრივი რაღაცა პეპერონი ან მარგარიტა. საკმაოდ განსხვავებული პიცებია. თუ შეიძლება პირველი პიცა სტუდიაში, რომლის ფასი არის 19 ლარი. რავი დიანა, მე გაძლევ ნებას გახსნა. მოდი გავხსნათ ერთად. მე არასდროს არ მსმინი სიმართლეებით რა თქო არსებობს ტკბილი პიცა. ჩემთვისაც რაღაც სიახლე არის და არასდროს არ მსმინია და ახლა დღეს პირველად გავსინჯავთ კიდეც რა. მაგრამ დიანა, ამ პიცის მერე მოდის 30 ლარიანი პიცა, რომელიც კიდევ უფრო უცნაურია და კიდევ უფრო განსხვავებულია ვიდრე ტკბილი პიცა რა. შეხ გიყვარს ტკბილი? კი მიყვარს, ცოტა შოკოლადი კაცი და სამწუხაროდ შოკოლადიც ეტყობა. ო, ანუ რეალურად მე დიდად შოკოლადი არ მიყვარს, მაგიტო ახლა დიანას შეფასება უფრო ფასეული იქნება ვიდრე ჩემი. ჩიპსის მასავით იყო. დიანა. სომი ჯერ ვერ დავღეჭე. ნუ არ ვიცი, გაცივდა ეს სომი ცოტა გახმა, ასე ვთქვათ. რაღაც სიახლეა ჩემთვისაც და როტოსთვის. საინტერესო გემოქონდა. ვერ ვიტყვი რომ სინჯავდი. აღარ მინდა ჭამა. ჯერ მოდით იმით დავიწყებ, რომ ზოგადად არ მიყვარს ტკბილი. მე მეორე, ანუ ეს არის პიცის სომი და ამას რო უმატებ ახლა შოკოლადს ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან კარგი მიქსია. აი ბლინები რო იყოს დაუშვათ. კრეპები. მოკლედ, მარტივად რომ თქვა, მე არ მომეწონა ორი მიზეზის გამო. პირველი, შოკოლადი არ მიყვარს, მეორე, რომ ყვარებოდეს, მეგონი მაინც არ მომეწონებოდა. არ ვიცი, ჯერ ნუ მეგონი, ახლა თქვენ მაგის თქმას ვაპირებდი, მაგრამ მე მგონი მიხვდით კიდეც, რომ რეკლამა არ არის. მეგონი დაამოღამით კიდეც თქმა არ არის საჭირო. შეფასება ქალბატონი დიანა. ამ პიცას, ფსევდო პიცას დავუწერდი ალბათ 10-დან 6. შეფასება. ორიგინალური არის, ის არის რაც სხვაგან არ მინახავს, ხო, აი ესეც ვერ ნახავ. იდეისთვის ვამატებ ორქულას და აქედან გამომდინარე, რომ ჩემი ბოლო შეფასება არის 6 ქულა. კაცური ორიანი. როგორ იცი? იმენა მამაკაცური ორიანი. არ მომეწონა, ძალიან არ მომეწონა, კაროჩე, პაცას აქედან მოკითხა. პაცას შემდეგი პიცა გვაქვს, კიდე შესაძლებელი, შეგიძლიათ ეს წაიღოთ მეგობრებო. შემდეგი ჩვენი პიცა არის 30 ლარის ფასის და თან იმასაც დავამატებ, რომ ისევ იმ პიცერიისაგან არის, ანუ პაცა პიცისაგან. ეს ახლა ამჯერად შოკოლადის პიცა არ არის. შეიძლება მოგეწონოს უფრო მეტად ვიდრე ეს რაც ახლა ვჭამე. ნახოთ გავსინჯოთ. თუ შეიძლება სტუდიაში. ეს არის ყველაზე განსხვავებული პიცა, რაც კი საერთოდ თბილისში ვნახე რა. აი ყველაზე განსხვავებული მართლა ისეთი მე არ მსმენია რომელია. გამიკვირდა რომ გავიგე. ეს არის ყავის პიცა. აბა დიანა, შეაფასე როგორ გამოიყურება. რო რამე ეს თეთრი რაღაცები არის ყველი. ნამდვილად განსხვავებული პიცა არის, ეს რაღაცა არ მსმენია, არც ერთ პიცერიაში, არც ერთ ადგილას. არ ვიცი, მართლა სად უნდა მოგესმინოს, ანუ ეს ყავის პიცა, ნუ ძალიან საინტერესო, მოდი გავსინჯოთ და იმედებს გაამართლებთ და უფრო გემრიელი იქნება ვიდრე წინა პიცა. ამ პიცის მერე დიანა ჩვენ გადავდივართ 75 ლარიანი პიცის საჭმელად. სადაც მე არ ვიქნები. სადაც შენ არ მოდიხარ ჩვენთან ერთად. შენ ამ პიცასთან ერთად დაგტოვებ და იმ შოკოლადის პიცასთან ერთად დაგტოვებ. ეგ არ გამიკეთო. მე შენი დავარ. რა გინდა შენ ხო გიყვარს შოკოლადი? ხო თქვი რომ მიყვარს შოკოლადი? არ მოგეწონა ესე იგი ეს პიცა? გასაგებია. მირთვი დიანა, მირთვი.
ყველაზე პატარა აიჩია. მე პირიქით ვიზამ. ეს იყო პირველი ჩაკბეჭა. უცნაური ჩაკბეჭა. ვერ ვიგრძენი, აი საერთოდ. მეორე ჯერაც მოვუყვიშოთ და იქნებ მოვძებნოთ სადღაცას იმალება და არ გვენახება. არა, მე ხედავ და შენს ხედავ და ყველანი ხედავთ. ყავის ნაფქვევი არის აქ ნაფქვევი. არის, ნამდვილად არის. მაგრამ ბიჭო, არ ვიცი რატომ, მაგრამ ვერ გგზნობ. ანუ ვაფშე, ანუ არ იგზნობა. შეიძლება ისე ყავას ვერ გგზნობ, მაგრამ ყავა რო არ ყოფილიყო, სხვა გემო იქნებოდა პიცა საერთოდ. კაროჩე, არ ვიცი, ახლა ძალიან რთულია ამის შეფასება, ყველაფერს პიცა ვარ. თუ ვინმეს ცოტა ვიგრძენი. აჰა, ხედავ? თუ გევასებათ რაღაცა განსხვავებული პიცები, აი რაღაცას ახალს ეძებთ, იდეალური ვარიანტია, მაგრამ ახლა ჩემს შეფასებაზე თუ ვისაუბრებთ, ოპა, აი უკვე ცოტა გართულდება ეს სიტუაცია. თუ ჩემი ფინანსები ვთქვა, რომ ამ პიცაში მძაფრად ვიგრძენი ბეკონის გემო, ყველის გემო, რუკოლოს გემო, თუმცა აუ იმდენად ცოტა არის. რაღაცა სხვა მოლოდინი მქონდა. არ ვიცი, აი რაღაცა ეგზოტიკურია ჩემთვის, იმიტომ რომ ანუ ყავა და პიცა. კაფეოდ იგრძენი ეს ყავა. არა, კაფეოდ არა. ანუ ესე ესე მოკური. შემომეპარა. არ ვიცი, ამ დიდა არ მომიწონა, პირდაპირ არ მომიწონა ალბათ, იმიტომ რომ რავი, ამას მიჩვენია პეპერონი. ნუ ეხლა ჩემი გულწრფელი შეფასებით ამ პიცას დავწერ 7 ქულას. რადგან ყველაფერი შედარებითია, ანუ უკეთესი მოხსკა სიჯური და შესაბამისად შედარებით რო ავიღოთ ეს პიცა, ჩემთვის არის 7 ქულა. 7 არის, იცი როგორ აი, ძალიან ბევრი. 2 როგორც წინა ნახტად არ არის, უფრო მეტია ეს რა. 3. არ მინდა იფიქროთ, რომ რაღაცა ანუ გეუბნებით, რომ ძალიან ცუდია მეთქი. არა, ანუ პროსტა არ მომწონს რა, ეგ არის რა, თორე შეიძლება გამოჩნდეს ახლა ადამიანი, შეიძლება ერთი 100 კაციდან 100 მაყურებლიდან აქ 20-ს მოეწონოს. საბოლოო ჯამში შეფასება 7, 3, ძალიან დიდი სხვაობა. ახლა ჩვენ დიანა გადავდივართ 75 ლარიან პიცაზე. თუმცა შენ ძალიან საინტერესო რა გელოდება დაწნებული ვარ და მე ვჭები აქ. ჩვენ კი გადავდივართ 75 ლარიან პიცაზე. ჩვენ ახლა მოვედით ჩიკაგოს სტაილში, სადაც გაგვიკეთებენ 75 ლარიან პიცას. რა თქმა უნდა, მარტო არ ვიქნები, ჩემთან ერთად იქნება ჩემი ძმაკაცი. რასა შეგეშიდა? რა ვახარ, ბრატ, რატომ ეს რიგუნდებს? თოვლი მოვიდა პირველად. რას ელოდები 75 ლარიანი პიცისაგან? მე მგონია კაი პიცა იქნება ჩიკაგოში პირველად ჭამ და რავი, ნახოთ აბა როგორ გაამართლებს მოლოდინებს. ჩემთვის თავარია რომ პაცას პიცებისაგან ანუ განსხვავებული იყოს და ბევრად უკეთესი იყოს. 75 ლარი უკვე არ არის ცოტა და უნდა იყოს საკმაოდ დიდი პიცა და ასევე გემრიელი. იმათ დაუწერე 2 და 3 ძმაო, რავი. მე ამ ვიდეოში ძალიან მკაცრი ვარ, მე მგონი ყველამ ეს გაიგო უკვე, აქაც ვიქნები მკაცრად. ახლა კი გადავიდეთ 75 ლარიან პიცაზე. მოკლედ, ასე გამოიყურება ჩვენი 75 ლარიანი პიცა. მოდის ამ პიცაზე ვისაუბრებთ, მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ ძალიან მაგარი გარემოა ჩიკაგოში რა. ან ისეთი ახლა სიტუაცია არის აქ, თითქოს დეიცი ვართ რა, ძალიან ლამაზია აქაურობა. ანუ რას ხედავთ ახლა აქ ჩვენ პიცაზე? ჰალაპენიოს, სოსისებს, პომიდორის соуსი არის მე მგონი ეს. ახლა არ ვიცი, ხედავთ თქვენ თუ არა, მაგრამ სისქეში ძალიან დიდია რა. ასევე გარდა პიცისა ჩვენ აქ გვაქვს ეს არის პიკანტური, ეს არის ჩილი. ან პირიქით. ეს არის პიკანტური, ეს არის ჩილი. ანუ რომ მოხვალთ აქ და დაგიდგამენ ესე პიცა, შეგიძლიათ მოასხათ, მაგრამ მე არ მოასხამ არაფერს, იმიტომ რომ ცხარეზესაც ცუდად ხვდები და კიდე რო ჩილი დავამატო, უფრო ცუდად გავხდები. შენ ხო გიყვარს ცხარე? კი. პირველი შენ გასინჯავ. გემოზე მომეწონა, ჰალაპენიო უხდები. ანუ შენ გასინჯა, შენ გიხარ. კაი ძმა რა, პრობლემა. რავი, პირველ ჩაკბეჭში სასახლად ძალიან მაგრამ მკვეთრად ვიგზენი ახლა სოსი, იმიტომ რომ მე სოსის ვხლაპე და თან ყველიც ვიგზენი რა. ახლა ჰალაპენიოს უნდა ვჭამო და შეიძლება 2 წუთში აგერ გავწითლდე კიდეს რა დავიბრიდო. მაგრამ ბიჭო ეს ისე გემრიელი არის. დაჟე უდნავ სიცხარეც ვიგზენი და უხდება კიდე საკაიფო ძალიან. ეს ყვითელი რაღაცები რო არის, ეს არის ჩედარის ფოტოშოპის. ბიჭო არა, გემრიელი არის. დავშეს ცოტა ცხიმი ვაფშე უფრო მოუხდა რა. მარილი გაანეიტრა. კაი ცხარეა. მაგრამ ბიჭო, სხვადასხვა რაღაც პონჩი უხდება კიდე. ანუ ხურების გარს გივნები. უხდება ძალიან. სიცხარე მინდა იდეალურად ჯდება. კაი, შეფასება, ბატონო უჩა. 10 და 8 წერ პირდაპირ 2 ქულას ვაკლებ ხოლმე იმაში რომ მარილი ქონდა ცოტა ზედმეტი ჩემთვის. ვაფშე სადიგზენი ამდენი მარილი რო თქვი ზედმეტიო, ეგ მიგვირს. არ ვიცი, მე რა ვიგზე. აი ახლა ძალიან რთული კითხვა ისმება რა. რამდენი დაუწერო მე? წინა 2 პიცას მე დაუწერე 2 10 სისტემით და 3. ეს ბევრად ჯობია, ნუ აი რაზია ბაზარი, აი 100 თავი ჯობია ვიდრე ის პიცები. მაგრამ შეფასება ახლა თქვენ ციცით ახლა მკაცრი ვარ. რამდენჯერ თქვი ამ ვიდეოში რომ მკაცრად შევაფასებ მეთქი რა. მოდით ჩავუყვეთ რა კრიტერიუმებს, რა ესე ვთქვათ რა. ქულებს დავწერ 2, უკვე იმის გამო რომ საკმაოდ კარგი გარემოა თვითონ პიცერიაში.
აი რაღაცა ქულებს უკვე დავწერა მაგაში. პიცა არის გემრიელი და სხვათაშორის რაც ანუ ძალიან იშვიათია ხოლმე სიცხარე მოუხდა. ზოგადად მიუხედავად იმისა, რომ მე არ მიყვარს სიცხარე რა. არ მინდა არც იქით, არც აქით მეც 8-ს დავწერ. 2 დავაკელი, ყველაზე ხარ პეპერონი მირჩევნია. აი ეს აიტანეთი, რის გამო წერ, თორე ისე თუ სოსისი გევასებად, ცოტა სიცხარე გევასებად, დიალური პიცაა ძმაო. მოკლედ, ჩვენი საბოლოო შეფასება არის 8 და 8. ორივემ დავწერეთ 8, მაგრამ ახლა მე და უჩა გადავდივართ სხვა პიცერიაში, სადაც ჩვენ გაგვიკეთებენ 160 ლარიან პიცას. აი, უკვე საინტერესოა. მოკლედ, ახლა ჩვენ მოვედით პიცერია არეა ნიუ-იორკში, სადაც ჩვენ გაგვიკეთებენ ყველაზე ძვირიან პიცას და ესეთი ფასის პიცა მე არასდროს არ მიჭამია. რა თქმა უნდა, ტრადიციულად მე მარტო არ ვიქნები, ბატონი უჩა, ბატონი უჩა. კიდევ ერთხელ მეგობარო, კიდევ ერთხელ. უჩას გარდა კიდე ჩვენ გვეყოლება ერთი სტუმარი, რომელიც აქამდე არ ყოფილა ჩვენს ვიდეოებში, იმიტომ რომ ის არის ჩვენი გამომწერი. სალამი. გაურჯობა. ხორცს ხვენია ცოტა. ცოტა. არა უშავს. ნიკა, იმიტომ გამოჩნდა და იმიტომ არის ახლა ჩვენთან ერთად, რომ გამოიწერა არხი. თუ გინდა თქვენს გამოჩნდეთ და მოხვიდეთ და გასინჯოთ ჩვენთან ერთად, აუცილებლად დააჭერთ subscribe-ის გლაკს. რას ითქვა? აი, მიხარია, არ წარმომედგინა მართლა ეხა აქ გავხიჩდება თქვენთან ერთად. ხო, ანუ, რა თქმა უნდა, აი ესე ნელ-ნელა დავიწყებთ გამოწერების მოყვანას ჩვენს შემდგომ ახალ ვიდეოებში, არა უჩა. მოკლედ, მოდით გადავინაცვლოთ არეა ნიუ-იორკში, სადაც ჩვენ გავსინჯავთ 160 ლარიან პიცას. ამ პიცის ფასი არის 160 ლარი. ბიჭებო, მზად ხართ? გავხსნათ და ვნახოთ აბა რა იქნება. მე იმედი მაქვს ის იქნება ის პიცა რომელიც ყველაზე მეტად მომეწონება რაც ამ ვიდეოში გავსინჯე. მეცემრები. აუ რა მძიმეა ბიჭო, ძალიან მძიმეა ძმაო. რა სიტყვი აბა? როგორც ჩვენი სტუმარი ძმაო, აი ნიკა რა სიტყვი აბა? ვიზუალზე ლამაზია, თავარია, ეხა მედები არ გაგვიცუროს. მოდი როგორც სტუმარმა პირველი დააგებონე. კი ბატონო. ძალიან ბევრი ყველი აქვს, ნახე. აუ რამდენი ყველია წეში ზმა. პირველ რიგში, რასაც მე ნავიტყვი, ეს არის ის, რომ ბეკონით გატენილია. ძალიან ბევრი ბეკონია. ძეხვი, კონტიტონს ხედავთ, რომ ძალიან ბევრი ძეხვი ყრია. ყველაზე მეტად რასაც ვიტყვი ხა, პირველი მომეწონა სოუსი. მე მიომსგავსე ჩოლბური ტომატის სოუსს, მაგრამ ძალიან უხდება, აი ძალიან უხდება. მოკლედ, ძალიან გემრიელია, ვიზუალურად ძალიან კაია. ყველაფერი უხდება, სოუსიც უხდება, ბევრი ყველი, ბევრი ბეკონი, ბევრი ძეხვი, ყველაფერი უხდება. ყველაფერი დაბალანსებულად არის. კი. წინა პიცა რაც გავსინჯეთ, იმასთან შედარებითაც გემრიელია. მე ყველაზე მეტად ეს მომეწონა. ბევრი პიცა გამისიჯოს, მაგრამ აი ესეთი ეს მართლა ესეთი არ გაგიზიჯო ხო ნაბად? არა. ო ეს არის იმენა გატენილი ხორცით, ყველით და კიდე რაღაცა ძალიან გემრიელი სოუსი აქვს. შეფასებები იქნება უფრო საინტერესო ჩემი აზრით რა. მოკლედ, მე მაინტერესებს ნიკა შენი აზრი. ღირს თუ არა ეს პიცა 160 ლარია, ნუ გადაიხდიდი თუ არა? დიდი სიამოვნებით გადავიხდიდი, იმიტომ რომ მართლა ცოტა ესეთი გემრიელი პიცა რა. განსხვავებულია ყველასგან საერთოდ. ბატონო უჩა. მე ვიტყვი ხა იმას. რახა საქართველოში ვცხოვრობთ და სამზარეულოში არ გვიჭირს გვაქვს მრავალფეროვნება და ჩვენთანაც არის ძალიან ბევრი რესტორნების. ფასთან შედარებით მე შევადარებ იმას, რომ 3 ადამიანი ვიზივართ, 160 ლარად ხინკალი შეგვიძლია ვჭამოთ და ლუდი დავდივოთ. მაგრამ მოდი შევაფასოთ როგორც პიცა, 60 ლარიანი პიცა. და იყიდიდი თუ არა? პიცაში გადავიხდიდი ამ თანხას და გადავიხდიდი, იმიტომ რომ პიცა მიყვარს რა. ამას ყველაფერი აქვს ის რაც მომწონს და პირველი რაც მომაფიქრდება იქნება ეს. შეფასებები ბიჭებო. რავი, 10-დან დავუწერდი 800. 800 ბატონო უჩა. 8.5-ს. მე დავუწერ, მე მგონი მართლა კარგი 9. რას კი პიცები ვჭამეთ მე ამ ვიდეოში? ყველაზე მეტად მომეწონა ეს. მეგობარ, მე რატო დავუწერ 8.5-ი, მაგასაც ვიტყვი მაგრამ რა. და მამამაში ვიტოვებ იმეც რომ გავსინჯო უკეთეს პიცას. შენ უფრო კიდე მაგრებს უმიზნებ. 10-დან 800-ად შეეხება, იმიტომ დავუწერე რომ მოლოდინი მაქვს, რომ შეიძლება ამაზე უკეთესიც გავსინჯო. შეიძლება აქ, ან შეიძლება სადმე ხო პიცერიაში. ანუ ფიქრობ რომ უკეთესი მოინახება რაღაც. საერთო ჯამში რას ვიტყოდი რა ამ პიცაზე? ძეხვი ძალიან გემრიელია, ანუ ბეკონი ძალიან ბევრია. ყველი წელოადია და გემრიელია. ცომიც ისეთ რბილი და საკაიფო არის რა. და ეს ყველაფერი რაც ახლა ჩამოვთვალე არის გატენილი, ყველაზე ხარ ყველი ბევრი, ძეხვი ბევრია, რა ქვია, ბეკონი ბევრი და ძალიან გემრიელი გამოდის საერთო ჯამში. ამით კი დაგემშვიდობებით და ძალიან დიდი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე. კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა იმისათვის რომ ავედით 100.000. ეს მხოლოდ დასაწყისი.